აი, ამან დგომა? მოვირგე შემიადგენი. რატომაც არა. დღეს თუმრად ყავს გეიმი. ვისი და ჯეკ ბეგურას გემი. მას ჯეკ ბეგურას. რა თქმა უნდა, ჯეკ ბეგურას გემთან მაყურებელი რო არ დაივნეს უთხრათ, რომ აერთიანებს სახელი, მეტსახელი. შავი მარგალიტი. და ვინდა ისაო JB ხო, რა ვთქვათ რა, პირდაპირ ვთქვათ. ახალგაზრდა დიზაინერი, ისე სკანდალური და ექსტრავაგანტული იმიჯით ცნობილი რაღაცა და ქართველი ჟურნალისტების ინტერესის მუდმივი ობიექტი და რაღაცა და რაღაცა. არა მარტო ჟურნალისტების, რა ვიცი, ფეშევიკის მუდმივი. იყო ზაასვაჩარს ვოგის ერთ-ერთი რედაქტორიც. სოფლიო ვოგის რედაქტორი. გავკრათ ამათი ასასწრაფი იქნება გითხრას რამე. და ხო რა გვაინტერესებს ახლა JB-სთან პრინციპში. მაინტერესებს? მე მაინტერესებს, აი, ასეთი ექსტრავაგანტული იმიჯი რო არ კონდეს, რა არის ამ ადამიანში ისეთ საინტერესო, რომ ჟურნალისტები დაინტერესდნენ მითით. კი, მე მაინტერესებს 18 წლის არის და კიდევ რა მიზანი აქვს. ხო, თქვათ 18 წლის არის, მაქსიმუმი ხო რა უნდა გააკეთოს. იქნებ უნდა რამე ამბიციური მიზნები სოფლიო გადაატრიალოს, რაღაცა შეცვალოს, დაანგრიოს და შედარებით. ხო, რა თუ ხელოვანია და ვაფშე განათლებული ტიპია თუ არა და რაღაცებიც გავიგოთ რა, კაი, წავედით. ცნობების სტერეოპედიიდან JB ჯეკ ბეგურა ის არის მომავლის შემოქმედი ჯერ არაფერს ქმნის მაგრამ ზეგ შექმნის ბავშვობაში ჭაღებით ერთობოდა ხსნიდა და თავზე იწყობდა მასა და ჯეკ ბეგურას გემს ერთი და იგივე მეტსახელი აქვთ შავი მარგალიტი გამარჯობა, დიდი მადლობა მოსვლისთვის. გამარჯობა. სალამი. დავიწყოთ პირდაპირ. რა საზეიმოდ მორთულ მოკაზმული რადოდადე ხარ თომ ყოველთვის? საზეიმოდ ზეიმებზე არსად არ დავდივარ რაღაც, ანუ. ხო და ყოველთვის არ მოხდა ზეიმზე ყოფილიყავ ამის საზეიმოდ მოკაზმული. თბილისში არ არის ზეიმები, ხმამაღალი ნათქვამია. ხო და ყოველდღიურ ცხოვრებაში რატომ დადიხარ? და როგორ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ეგ არის. ყოველდღე ზეიმია. Ну, ზეიმი ეს თქვენ შეიძლება ჩემთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაცაა. ზეიმი საზეიმო და პირიქით ძალიან უბრალოდ რომ ყოველთვის. კარგი, თქვენი აზრით საზღვარგარეთ რომ დაბადებულიყავით, უფრო წარმატებული იქნებოდით? მე ვფიქრობ, რომ მიხარია რომ საქართველოში დავიბადე, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს თუ გავუძელი ჩავთვალოთ რომ საზღვარგარეთ ბევრად წარმატებული იქნები კიდევ. Ну, გარშემო რაც ხდება. იქ უფრო ლაითად ხდება ყველაფერი. აქ ყველაფერი უფრო გამძაფრებულია, ყველაფერს ქართველები უფრო მძაფრად აღიქვამენ. Ну, დიდი შედარება ხდება და ვფიქრობ, რომ მე მირჩევნია აქ დავიბადე, იმიტომ რომ კარგია საერთოდ აქედან რომ მიდის ადამიანი. კონკრეტულად აი კონკრეტულად თქვათ აი რა გაღიზიანებთ? მე არაფერი არ მაღიზიანებს, უბრალოდ რაღაცეების მიმართ ცოტა ის მიჩნდება. ვფიქრობ ხოლმე რატო ხდება ესე და მიზეზს ვეძებ ამ ყველაფერში და მიზეზი ჯერ ვერ ვიპოვე. მიზეზი თავი იმათმა იპოვონ. თუ რატო აკეთებენ ამ ყველაფერს? საერთოდ უყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი ისეთ თემებზე, რომლებშიც საერთოდ გაგება, ანუ არ იციან არაფერი. ძალიან ამბიციურები არიან, რაც ძალიან არ მომწონს. მით უმეტეს იმათთან არიან ამბიციურები, ვისაც საერთოდ არ სჭირდება ეს ყველაფერი. მაგალითად უფრო რაღაცა კონკრეტულად აბსტრაქტულად ლაპარაკობ. ზოგადად, იმიტომ რომ საზოგადოდ არის ლაპარაკი და ესე უნდა ვილაპარაკო. კონკრეტულად ეხლა მე ამას არაფერზე, არავიზე არ ვიტყვი. კარგი, მაშინ მაინტერესებს საკუთარ ანუ იმიჯზე ზრუნვაზე მეტად რა საფიქრალი და სადარდებელი გაქვთ. სხვათა შორის საერთოდ არ ვზრუნავ ჩემი მიზზე და დაარდობ ამ ყველაფერს და როგორ არა საათნახევარი დავგვიანე გადაცემა ბევრი საქმე მქონდა და მაგიტომ დავგვიანე თორე ანუ ისე ბევრად ჩემი პროფესია ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი იმიჯი ჩემი იმიჯი ძალიან ცუდა ჭღერს იმიტომ რომ ეხლა მაინტერესებს ცოტათ რო ვიფანტაზიოროთ რაღაცა აი უცებ რო გავიღვიძოთ ერთვენიერ დღეს და თელმა ქვეყანამ რო აი თქვენაირად ჩაიცვას და რაღაცა ჯინაზე არ გაბრაზდებით და კედებით და ბოტასებით და ჯინსებით არ არის. არა დასლაპარაკობ. მე ანუ ისედაც განსხვავებული ვიქნები ასე მგონია, იმიტომ რომ ხოლო ჩაცმულობა არ გამოხატავს ადამიანის განსხვავებულობას, ანუ ჩაცმულობა არ მეტყველებს მარტო ამ ყველაფერზე. შეიძლება ეთქოს ადამიანს რაღაც, მაგრამ ხმა მოიღოს და მისი ტიპაჟი სულ სხვაგანი იყოს, ჩაცმულობა აბსოლუტურად სხვაგანი იყოს და გაიღვიძა და ჩაიწვა. ძალიან გამიხარდება სხვათა შორის. რევოლუციის მოხდენა კალკულაში. კარგი, კრეატიულობის სახელით ყოველთვის გამართლება შეიძლება თქვენი აზრით? ჩემი აზრით არა.
ჩემი აზრით არა, იმიტომ რომ ნუ უკვე ვიცი რა, ეს რომ მისცე ადამიანს ამით გამართლების, ამით რომ იმანიპულიროს, რაღაც უკვე მარაზმებისკენ მიდიან და რაღაცები არ მოწონს. ყველას, ანუ ახსოვს თქვენი კრეატიული და ორიგინალური ჩაცმულობა თქვა ჭაღები თავზე და ასე შემდეგ. არა ეს ჭაღი არასოდეს არ ვკეთებია თავზე, რაღაც შეთხზეს რომ ჭაღი ეკეთება. ჟურნალისტების ფანტაზია რაღაც მიამსგავს ეს ჭაღს და კარგი, ქართული ესეთ კონსერვატიზმი მაშინ ესეთ შთაგონებას არ გაძლევს? კი, სხვათა შორის, ანუ შთაგონებას როგორია, შთაგონებას ყველაფრისგან ვიღებ, რა თქმა უნდა, მაკედანაც, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ მე ეს ყველაფერი ცუდად გამოვიყენო და შთაგონებას რისთვის? ჩემი შემოქმედებისთვის. არა, რატო? ზოგადად შემოქმედებისთვის შემოქმედი ვარ და ვიცი როგორ არის, ყველა მისთხოვს იმ კითხვას, რომ კი დიზაინერი ხარ რაღაც, მაგრამ საქართველოში არაფერი არ გაკეთებული. საქართველოში ვის უნდა გაუკეთო და რას უნდა გაუკეთო და რისთვის უნდა გავაკეთო. გამეცით ჯერ ამ კითხვაზე პასუხი, რომ მე აუცილებლად გაგიკეთებთ ყველაფერს. ანუ აქ არ არსებობს ადამიანი. ხელი გვაქვს ჩაქნეული რაღაცა აკაუნტი. იცი რა არის, ბევრად განსავითარებელია ჯერჯერობით ეს სფერო არ არის საქართველოს იმ ეტაპზე, რომ ამ სფეროს დაუთმოს დიდი ყურადღება. ამაში გამოყონ ძალიან დიდი ბიუჯეტი და შესაბამისად იცი რა არის, ცოტა გული მწყდება ხოლმე, რომ კი, ძალიან მიხარია რომ მოდის კვირეულები ტარდება, მაგრამ გული მწყდება რომ მოდის კვირეული ხარისხზე მწყდება გული. ანუ გულის სიღრმეში მიიჩნევთ რომ ქართველი დიზაინერები რაღაცა ქაჯები და გოლები. არა, რას ლაპარაკობ. ქართველები სხვა შორის მინდა მე თქვა რომ საზღვარგარეთთან შედარებით ქართველები ბევრად ნიჭიერი ხალხი არის. იქ რო ავიღოთ 100 კაცი და აქედან რო ავიღოთ 100 კაცი, ჩვენ 100 კაცი, ქართველ 100 კაცი უფრო ბევრი ნიჭიერი აღმოჩნდება ვიდრე იმათ 100 კაცი. უბრალოდ რა ხდება რომ არ უწყობენ ხელს დიზაინერებს. ნუ ვიცი რა არის, მე ცოტა და შეტყოს ხალი მთავრობა? რა თქმა უნდა. რანაირად? მთავრობა ვიცი რა არის, ელემენტარული ფინანსები უნდა გამოყონ ისეთი, რომ Fashion Week-ი მოდის კვირეული არ გაიმართოს კარავში. ეს წყვილი არის, როდესაც გასვია 50,000-იანი შუბა და ვზიხარ კარავში. 50,000-იანი შუბები და ასე საშუალო სტატისტიკური ქართველი, რომელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს დასაშემი. თქვენი აზრით დათანხმდება იმაზე, რომ თქვათ მისთვის პრიორიტეტი შეიძლება იყოს თქვათ ან ჯანდაცვა განათლება და არა Fashion Week-ი, ხო? არიან ყველანაირი ადამიანი არსებობს. მე მინახავს ადამიანი, რომელიც შეიძლება რომ მისთვის პრიორიტეტი ზუსტად ეგეო. კარგი, წეგან ახსენეთ რა საზღვარგარეთ ვაკეთებთ ერთად, რომ მოგუხდა. ვაკეთებ არა, ვაპირებ გაკეთებას. ჯერ ასაკითხი პატარა ვარ ძალიან და ხო და ამიტომ ანუ შემოქმედება რაში გამოიხატება თქო ჩააკითხეთ და რაღაცა. ნუ თუნდაც ჩემ თავზე ავიღოთ ეს შემოქმედება, თუნდაც ჩემი რაღაც გაკეთებული მცირედი. და რამე პროდუქტი გვაქვს, აი რაც ესეც ვიტყვით რომ ეს არის JB-ს. რაზეც ეს ხმამაღლა ეს თქმა მე ცოტა კი ბატონო მსგავსი არ უარეს რაღაცებზე ამბობენ რომ ეს რა არის და ეს მე გავაკეთე, მე არ ვამბობ ხოლმე ეს რაღაცებს, შეიძლება მქონდეს, მაგრამ არ ვაჩენ იმას, ანუ გამიკეთებია, მაგრამ ბატონო თვითირონიული. ეს შემოქმედისთვის აუცილებელი თვისება. ვისთვის როგორ არ ვიცი ეს ვინ თქვა რომ აუცილებელი არის, მაგრამ კარგი შემოქმედებით მე რა თვით განვითარებისთვის აუცილებელია რომ თვითირონია მქონდეს. მე ძალიან კარგი ანუ კონფლიქტში არ ვაჩემ თავთან და რაღაც რაღაც არ გულისხმობს პრინციპში თვითირონია. რავი, აი უფრო ესე რა, არასაკრალიზებულად მიდგომა საკუთარ შემოქმედებასთან და შენ. არა, ესე ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ ყოველთვის ჩემი შემოქმედებით, მაგრამ ის რომ ირონია მქონდეს, არანაირად. ხო და შემოქმედება რა არის თქო, დაუბრუნდეთ, გავწყვეტეთ წინა იმაზე, ანუ კონკრეტულად რა გაგვიკეთებია, რომ ასე ვთქვათ. ბევრჯერ ახსენი უკვე რაც გამიკეთებია, თუნდაც ავიღოთ ის ჩემ თავზე რასაც შემოქმედებ, ავიღოთ ის რაღაც რაღაც რაც მაქვს გაკეთებული. და ნუ აი მსგავსი რაღაცეები. მე კოლექცია კი მცირე კოლექცია 3-2 წლის წინ ჩატარდა ქართველი დიზაინერების კონკურსი Binext-ი. სოფრენ ჩაატარა ჭყონიამ და იქ გავიმარჯვე, ერთი ეგ იყო ჩემი გამოჩენა, იქვე დავამთავრე ყველაფერი, იმიტომ რომ დავინახე რომ აქ ეს ქვეყანა არ იყო, სადაც ყველაფერი უნდა გეკეთებინა. თანას ასე კითხეთ პატარა იყავი როგორც 16 წლის. ხო. კარგი, გოიმობა რა არის? მე არ ვიცი გოიმობა რა არის, ესე არ დაფიქრებო. არა, თქვენს ვიღაცაზე რა გოიმია და ის ნიშნავდა. ალბათ რაღაც უფრო ისეთ ანუ ჩემთვის გოიმობა უფრო ისეთი ადამიანი არა, ადამიანის აქციელი არის გოიმობა. სიტყვაზე ცოტა ისე დაუფიქრებლად რო აკეთებს რაღაცებს, რაღაც არაღრმა რო არის, ძალიან ზედაპირული რო არის ყოველთვის ჩემთვის რაღაც ზედაპირული არ ხარ? გაუნათლებელი, მე თვითონ არ ვარ ზედაპირული. დაახლოებით ინტელექტო რაღაც ესეთი ადამიანი ცოტა გოიმურად იქცევა, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ანუ არასოს არ იმას ვუშვებ, ანუ შეურაცხყოფას ესე არასოს არ ვაყენებ, იმიტომ რომ მე ცოტა ის ზემოდან ყურება არ გიყვარს? არა.
არ ვიცი ვის უნდა გადავხედო ზემოდან. გასაგებია. ციგნებს გითხულობთ? არა. ნამდვილი ხელოვანი გარეგნობით აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს? არა, ეს ხელოვნება არ მოითხოვს იმას, რომ ნამდვილი ხელოვანი საერთოდ როგორ აფასებენ ძალიან მაინტერესებს, ანუ ნამდვილ ხელოვანს, ვინ არის ნამდვილი ხელოვანი, ვინ უბრალოდ შემოქმედი. ვინ უბრალოდ შემოქმედი. საქართველოში კიდე ზოგადად მსოფლიოში ზოგს გონია, რომ იყო ნიჭიერი ნიშნავს, რომ ხარ ხელოვანი, ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდება დაყოფილია ერთმანეთისგან. წესით თქვა ციგნები წერანახსენ რომ არ კითხულობთ, ხო? არ ეხმარება ხელოვანს თვითგამვითარებაში. როგორ არ ეხმარება? ძალიან კარგია რომ ეხმარება. უბრალოდ მე უბრალოდ არ არ მიყვარს ციგნების კითხვა. ანუ გააჩნია ციგნებს რომ შეიძლება ბიოგრაფიები წავიკითხო ერთადერთი. ივითარებ თავს ან თუ არა თქვა ციგნებს. მე მაგალითად მე ვფიქრობ რომ ვიცი რა ყველა ზოგადად თქვენი ვარ ხოლმე ძალიან განათლებული და ყველა მეკითხები და სკოლაში ათებზე სწავლობდი ალბათ. ნუ ალბათ ძალიან ბევრი წიგნს კითხულობ, მაგრამ ანუ ვსვამობ ხოლმე რომ არა, ანუ არ მაქვს ეგეთი განათლება. მე არ ვიცი საიდან მივა. ალბათ ეს ღმერთმა გამოჩინეს დამობრეხო ესეთი რომ მქონდეს ეგ თანდაყოლება. ფილმები ახსენა, ფილმების ყურება გიყვარს? ევროპული კინოს. საავტორო ფილმი არტ-ჰაუს რასწორად ეძახიან. ვიცი რა უფრო ისეთი ფილმები მიყვარს მე შინაარსიან ეს ზედაპირული ფილმები არ მიყვარს. კი შეიძლება ანუ ვიცი როგორი რაც უფრო დაგაფიქრებს რაღაცას და ფილმს რო უყურებ ვიცი რა იმას უნდა მე დაფიქრდე და რაღაც ის რა უნდა გააკეთო მიხვდით. საყვარელი რეჟისორი ყავს? კი. ალმატოვანი. ასებია. ხო, ფილმებზე გამახსენდა ეხლა შავი მარგალიტი რატომ დაგარქვეს? ჯეკ ვეგურას გეიმს რამით მიგამზადდა? შავი მარგალიტი იმიტომ რომ ნუ ბევრგან ახსენიეს უკვე ძალიან ხშირად ყველა მეკითხება ხოლმე ამას მოგიყვებით და ერთ-ერთ ადამიანმა მიწოდა იმის გამო რომ მეც ვიყო სუშავებმა თითქმის რაღაც ეს სახეზე სითეთრე და ალბათ იმიტომ რომ რაღაც დაინახა ისეთი რომელიც განმასხვავებდა სხვებისგან რაღაც იპოვა როგორც აი შავი ვთქვათ ღრმა არის მე ანუ პარალელი გაავლო ხო ის ძალიან ღრმად არის რთული მოსაპოვებელია ძალიან ისეთია ინდივიდუალური რთული არის. ეგაჩერება რომ ვისთვის როგორ იქნება. ისა ღრმად ნახშირიცა. მაგალოგიკით რაღაცა არ იყო პლადისად ზოგიო სწორი. არა მე მაგალითად მომეწონა ეს ყველაფერი და მე აღვიქვი და გავაიგივე ჩემ თავთან. გასაგებია და შეიფერეთ. თქვა თქვენი ნაცნობი და მეგობარი კრიტიკოსები, თქვა სუბიექტურად გაფასებენ? კრიტიკოსები? ვისი კრიტიკოსები? მოდის კრიტიკოსები თუნდაც თუ ყავთ ასეთი, რა ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი, საქართველოში არიან მოდის კრიტიკოსები? არ არიან? შეიძლება არსებობენ ასე. მე ვფიქრობ არ არსებობენ. არა მგონია, მე ანუ თუ არავინ აშუქებს თქვა Fashion Week-ს, თუ არავინ არ წერს ამ კრიტიკას. ეგ არის უბრალოდ ტრაგედია, რომ როგორ შეიძლება ანუ თუ არ მოწოს მე რანაირად საშუალო მოკვდავმა ადამიანმა რანაირად უნდა გავიგო რომელია კარგი. უბრალოდ ეს არის რომ აქ არ აქვს ამ ყველაფერს აი ის ფუნქცია, აქ თქვენ წეგან მართალი ახსენეთ. წვეულებას გავს ეს ყველაფერი და ეს არ გავს სამუშაო პროცესი. Fashion Week არის სამუშაო პროცესი. და აქ ეს ყველაფერზე იცმევენ ბალის კაბებს და მოდიან და ნუ ეს შამპანიურს წრუპავენ და იქ სხვას არ იცი რა იმდენ ადამიანს ხედავ ვინც არ უნდა ესწრებოდეს ამ ყველაფერს რომ ცოტა უხერხულად გწოდოთ მე მეთავს იმიტომ რომ გაკვირვებულები დადიან სადვართოდ კითხულობენ ისინი არ უნდა იჩნდნენ. კარგი. რამე სათქმელი აქვს JB-ს რაც ჯერ არ ვთქვამს? არა. თუ რომ გქონდეს თქვენი შემოქმედებით არა. ანუ რა ყველა ხელოვანს ხო რაღაც სათქმელი აქვს. კი ბატონო, მაგრამ აქ არ მინდა ამის გახმო. კონფლიქტურ სიტუაციებში ხშირად ხვევით ხოლმე? არც ისე, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ის მაქვს. აი ყოფილი საზოგადოება, სადაც კი ყოფილ ვარ მე თვითონ, მაგრამ იქ თუ წამოსულა რაღაც ესეთი კონფლიქტი, ისევ და ისევ რაღაც იმაზე. უფრო კამათის დროს, იმიტომ რომ მე ცოტა ჯიუტი ვარ რაღაცეებში, ანუ ჩემი მტკიცე აზრი მაქვს. და ყოველთვის ხმას ვი, ანუ არასდროს არ ჩუმდები ხოლმე. ესეთი მტკიცე აზრი, რასაც ფეხს არ შეუცვლით და არას დიდებით. ალბათ, იცი რა, ზოგადად ბევრ რაღაცაზე მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ვღიზიანდები ხოლმე, აი ზოგადად ეს მასის თემა რო ვარდება და ხალხზე როცა ლაპარაკობენ, რაღაც ცოტა არასწორად ბანალურად რომ მსჯელობენ, ეს არ მიყვარს და ამ შემთხვევაში მე ვყვები, მე იქ არ შემოყვები. როგორ მსჯელობენ ბანალურად, რომ რაღაცა ხალხი ბნელია და თუნდაც მსგავსი, აი მსგავსი ესენი და მე ცოტა ესე არ უყურებ ამ ყველაფერს. როგორ უყურებ? უფრო მძაფრად აგვიქვავ და უფრო ვუღრმავდები ესე ტრაფარეტულად იმსჯელო ამ ხელა საზოგადოებაზე ძალიან ის მეჩვენება, გოიმობად მეჩვენება ძალიან. ასეებია. ყოფილა ხოლმე შემთხვევა, როდესაც ჩაცმულობის გამო დაუცინიათ. კი, რამდენჯერაც ძალიან ხშირად. მე არ გაწუხებთ? შეწუხებით, რავი,
თვითონ უნდა წუხდებოდნენ წესით მაგ დროს მე არ და ანუ ეს ბუნებრივად ისე პრინციპში ეს ბუნებრივად არ გეჩვენება ეს დაცინვა თუ გიკვირს თუ როგორ უდგები ამ ყოველ აი შენ თორე გენახავს შენაირად რაღაცა ზაროპომა ხშირად არა ხშირად არ ვარ საზოგადოებაში და უბრალოდ კი მიიწევ საზოგადოებაში იმიტომ რომ სანამ ტაქსში ჩავიждები ნუ ხო ხდება იქ ნუ მე კიდევ დავდივარ გარეთ ჩვეულებრივად იცი რა არის როდესაც მოდია არანაირად არ მიყვარს რატო უნდა მიყვირდეს ახლა რომ ვიცი რომ ეს ქვეყანა სადაც ეს არა მარტო საქართველოში ყოველთვის ყველას გონია რომ თითქმის მარტო მე ვარ ანუ საქართველოში უკვე ეს ყველაფერი და საზღვარგარეთაც იგივე რეაქცია აქვს უბრალოდ იქ კულტურა აქვს შეიძლება თვალი არ გამოგაყოლონ და არ შეგჭამონ და იქაც ძალიან იშვიათი არის ესეთი ადამიანი არა საქართველოში არ არის ესე მაგრამ ნუ სოფლიო მასშტაბით ჩავიმარგალით ხარ ესე გავხდები მოდი ვოგზე გადავიდეთ ვოგის სოფლიო ვოგის რედაქტორი ხარ როგორც ვიცით როგორ მოხდი თუ გაგვიმხელთ ამას და კი ბატონო გაგიმხელთ აღარ ძალიან მოკლედ გავამხილ იმიტომ რომ ჩვენ ორი რედაქტორი ვართ საქართველოდან და ამაზე მე ჩემი კოლეგის გარეშე ლაპარაკია უბრალოდ არ ვარგა და ლამაზიც არ არის ესე პატარა ასე ძალიან ჩვეულებრივად ეს დამამატეს მომწერეს Facebook-ზე დიდი თხოვნით ვთხოვეს რომ თუ დაგვრჩახდებით ამ შემოთავაზებას და იყო ჩემი პასუხის დადებითი. კარგი. მე ვოგის რედაქტორებზე ესეთი შექმნილი მაქვს რაც სტერეოტიპი ეშმაკი ატარებს პრატათან ესეთი კინის კარი. ეს სტერეოტიპი მართალია. რავენაირად. კი, სხვათა შორის, იმიტომ რომ აი ამ ფილმში ზუსტად ძალიან კარგად არის ასახული ზოგადად რეალობა რაც არის, კარგად გადმოიტანეს ძალიან. დაახლოებით მასე არის. არის რომანა ზოგჯერ დაჟე უარეს სადაც ვიდრე მაგ ფილმში. ისე მართლა მუშაობენ ლამაზი და შტერი გოგოები? კი. თქვენი კი, ლამაზები მუშაობენ რა თქმა უნდა და შტერებიც, იმიტომ რომ შეიძლება ახლა გავმივიდეს ძალიან ბევრი ლამაზი, ცოტა მოშტეროა ხოლმე. კაი, ეს სტერეოტიპი. ვოქს ჭირდება ეს ყველაფერი. კაი, თქვენ რა ფუნქცია გაქვთ ვოქში? მე მეორე ხარისხოვანი რედაქტორი ვარ, ანუ ვიღებ ინფორმაციებს და 17 მოგინდა და წერ ერთ ვოქში. ხო, ამაზე მე ვფიქრობ, ლამაზ და შტერი გოგოებიო და IQ მაღალი არ მაქვსო, რაღაცა 2 წუთის ამაზე იცი რა არის? არა არა, წიგნებს არ ვკითხულობა, განახლებული არ ვარო. მე ეს ზოგადად ჩემ თავზე არასოდეს არ ანუ არ გიყვარს. მიყვარს ლაპარაკი არა, ხო, ნუ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ამ კუთხით ჩემ თავზე საერთოდ არ მიფიქრე, მე ზოგადად ვთქვი, ზოგადად არსებობს ესეთი აზრი, რომ ლამაზი გოგოები ცოტა ესეთები არიან, მაგას ვქო. მაგრამ ყავდა ერთი ლამაზი გოგო და არა, მე ეს ყველაზე არ ვამბობ. გასაგებია, რომ არა ექსტრავაგანტული იმიჯი ჟურნალისტებს რა დაინტერესებდა თქვენში? არ ვიცი, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, უმეტესად არა, თავიდან ზუსტად ეს იყო ყველაფერი, რომ ამითი ვაინტერესებდი. დღეს უკვე რადგან მე აი სიტყვაზე თქვენ, სიტყვაზე სხვა ჟურნალისტები მსვავენ განაცემაში ნახევარისათვის და მალაპარაკებენ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩემი ჩაცმულობა ცოტა გვერდზე გადადის და უკვე ამას აქცევენ ყურადღებას. რაც ანუ თქვენ პროფესიონალებზე მეტყველებს და ეს კარგი არის, რომ უკვე ანუ ესე ვიტრინასავით აღარ სვავთ ეს ადამიანები და უბრალოდ საყურებელი ეს არა. თავს თავიდან რაღაცა არ გიჭირდათ, ამასთან შეგუება, რომ რაღაცა თორე. არა, არანაირად არ მიჭირდა, იმიტომ რომ ამან ხო არ განაპირობა ქვეცნობიერად მაინც, რომ აი მოდი ვიყო ასეთი სხვათა შორის იცი რა ხშირად მithქვამს მსგავსი რაღაც შემთხვევით მაგრამ ვერასდროს ვერ მიპოვია მიზეზი რატომ შეიძლება და მე გამაკეთებინა იმიტომ რომ ამის გარდა არსებობს უამრავი რაღაც რის გამოც შეიძლება მე ყურადღება ისევ მივიქციო ჯერა ესეთი რო არის ძალიან ბევრი რაღაც აი ელემენტი შეიძლება უბრალოდ ხაზი გაუსვა და ამას მოყვეს რაღაც ისე გავაკეთო ეს ყველაფერი ნუ ეს ალბათ მაგ ხასიათში მაქვს მსგავსი საქციელები მარტო ჩაცმულობა არ არის ესე. კარგი. ისე მოდის ჟურნალებს რო დავუბრუნდეთ. საქართველოში რატომ არ გვაქვს მოდის ჟურნალები? ერთი კოსმოპოლიტენი იყო რაღაც. ლოგიკური არის რატომაც არ გვაქვს, იმიტომ რომ აქ არ აინტერესებს ხალხს მოდა. აი ამის გამო არ. რატო არ აინტერესებს? თუ არ იქნება ახლა ჟურნალი არავის არ დაინტერესებს. თუ არ იქნება, არა არის უკვე ორი ჟურნალი მაინც არის და ნუ ისაც კი ბატონო ვერ ვიტყვი რომ ცოტა ტირაჟიც იყიდება, მაგრამ იქ ზუსტად ვიცი ყიდულობენ იმის გამო რომ არის რაღაცა სხვა ინფორმაცია მოდის ჟურნალში და არა იმის გამო რომ გაიგონ წლევანდელი. აი, მაშინ მოდი ამ თემას მოვხოთ რა მოდა რომ არ აინტერესებს ხალხს რა ამერე. ეს არ არის ბუნებრივი და ეს ცუდია? ეს ბუნებრივია საქართველოსთვის, ეს ბუნებრივია ნამდვილად. ცუდი ჩემი აზრით იცი რა არის? ცუდია იცი რატო? იმიტომ რომ შემდეგ რომ მსჯელობენ მოდაზე, ჯერ უნდა იცოდე რაღაც რომ მე იმშელო მოდაზე. ქართველი ხალხი
ჩემთან დაკავშირებით აიღე თუნდაც რატომაცია ესე, რატოაცია თქვა რაღაცა არა ეს იმიტომ რომ გამოირჩევით. ძალიან ბევრი თვალში ხვდება რა გინდა არ გინდა ახლა. კი ბატონო თვალში ხვდება, მაგრამ როდესაც აქ უკვე მიდის კონკრეტულ რაღაცაზე ლაპარაკის მოდაზე, იცი რა იმაში უკვე უნდა ერკვე იქ რომ გიწყვიტავს ვიღაცა რომ იცი რა ეს ტენდენციური არ არის და ეს ქალისაცვია და ეს კაცის არ არის და ეს კაც არ უნდა ეცვას, მე ვფიქრობ რომ ამის თქმის უფლება ისე უნდა გქონდეს, რომ თავმოყარეობა უნდა გქონდეს, მინიმუმ თავმოყარეობა, რომ ეს არ თქვა. რა არის ის მაქსიმუმი, რის მიღწევაც გინდა ცხოვრებაში? ეს ძალიან ბევრი არის. ამაზე რა არის ცოტა ძიმდები ამაზე ლაპარაკებს, იმიტომ რომ იმდენად დიდი სურვილი მაქვს, იმდენად დიდი, რომ ამას იშვიათად ვამბობ, იმიტომ რომ გარშემო შეიძლება იცინონ, მე რო ეს თქვა. თან ვიცი ვისთან რა უნდა ვთქვა და თქვა ისეთი გადაცემა სტერეოტიპების დამსხვრევის რაღაც. იცი რა არის, მინდა რომ კარგად გაიგონოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამას, რომ გაიგებენ ძალიან ბევრს გაეცინება, მაგრამ სხვათა შორის ყველა ადამიანი, ანუ რა არის ესეთი არაფერი, ჩემთვის უბრალოდ ყველაზე ძვირფასი არის ეს და ამიტომ ამით ცხოვრობ, ნუ როგორც თქვენ გჭირდებათ ჰაერი, ესე მჭირდება მე ეს ყველაფერი, ისე არ შემიძლია. აი ესე ვიწყებ, აი ნელა ვიწყებ დიდი პირამიდით და ბოლოში მინდა რომ ოქროს თაღი გავუკეთო, იმიტომ რომ ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება და ანუ ამისკენ მივდივარ და ზუსტად ხო, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ვთქვა, ანუ არ გამოვა, ლამაზადაც არ გამოვა, ანუ ძალიან დიდი რაღაც. მე მინდა რომ მე ყოველდღე არ შევდგავდი ამ სამყაროში ფეხს რომ აქ მე რამე არ შემეცვალა. მე თუ აქ შევყავი, მაშინ უნდა შევცვალო. იმიტომ რომ ესე უბრალოდ მე რქვას დიზაინერი და გავაკეთო რაღაც ჩვენება, ესე მე არ მინდა. მე რაღაცი შეცვლა მინდა და პირველ რიგში ცოტა მიყვარს რომ ცოტა ვიცი რა, ჩასაღრმავებელი თემა არის, ძალიან გაგვიგრძელდება. არა, მე რა მე მოდა ცოტა სხვა მოდას ვუყურებ არა მარტო ტანსაცმელს, არამედ იცი რა ამითი შეიძლება ადამიანებს ვთქვათ სულიერი საზრდომისა ძალიან დიდი. ზუსტად რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში, ეს მე არ მომწონს, რომ ეს ყველაფერი იქცა უკვე ბაზრად. ძალიან არ მომწონს ხოლმე, რომ ყველაფერს იყენებენ ისე, რომ ვიღაცამ გახედოს და თქვას, რომ მე რას ვეწკია, რა კარგად აცვიან, ბოლო ტენდენცია აცვიან. ეს ყველაფერი მე საერთოდ აი მომავალშიც რომ გავაკეთებ რაღაცებს, არასდროს არ დავემქვენდარები, ან დავემქვენდარები სოფლიო ტენდენციებს, იმიტომ რომ არ მიყვარს ჩარჩოებში რაღაც მოხდება, რომ იცი მე შეიძლება წელს მინდოდეს წითელი და ვერ გავაკეთო იმის გამო, რომ ეს ტენდენცია არ არის და მithumetes ადამიანები, რომლებიც აი სიტყვაზე ავიღოთ, ხო, აღებ გარდერობს და გინდა ძალიან რომ ყვითელი ზედა ჩაიწვა და ვერ იცმევ იმის გამო, რომ არ არის ტენდენციური და გადაცემაში ვერ ჩაიწვა, იმიტომ რომ დაიწყებს ამაზე ხალხი ლაპარაკს, ეს რა აცვია. აი ესეთი მსგავსი რაღაცები მაგაზე, ანუ ეს ტენდენციები და ეს რაღაც გამოწერილი რაღაც კანონები ჩემთვის ცოტა ისა. კარგი, ეს მოდის რევოლუციონერობა დაახლოებით ისე არა, როგორც შანელმა დაამკვიდრა მაგალითად. დაახლოებით. გაროჯული კანი მოკლედ. გეთახმება, ეს სწორედ გამიგე მართლა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი რაღაცისკენ მივდივარ. და ეს საერთოდ არ არის ასაცილო პრინციპი. ხო, ნუ ბერს ამაზე ეცინება, იმიტომ რომ ბერს გონია რომ ეს ყველაფერი იცი რა, ადრეც ეგონათ მე რომ ვიყავი 9 წლის და ვამბობდი რომ იცით რა, მეთქი მე ჟურნალებში ვიქნები, თქო პატარა ბავშვი რომ ვიყავი. ანუ ყველა გარშემო იცი. იქიდან მოყოლებული ამას მიზარბი ვართულად რაღაცა მიდია. ამაზე ყველა იცინოდა და რაღაც ყველას ის ქონდა რომ ბავშვია და ალბათ ესე ხო ყველა ბავშვს თქვა ესეთი რაღაცები რომ გოგოებს უნდათ რომ ბარბები იყვნენ, ბიჭებს უნდათ რაღაც მილიცია თუ რა ქვიათ მაგათ. შენ არ თამაშობდი მანქანებით, ბავშვები მილიციელების მანქანები. არა, სხვა შესეგეთ რაღაცას არ თამაშობდი. არა. ხატვა გერჩვნა? კი, სხვა შეს ანუ ბავშვები და რაღაცებს ვაკეთებდი, ხას რაღაც სპექტაკლებს გავდი ხოლმე, ანუ მინი სპექტაკლებს რაღაც დეკორაციებს ვაწყობდი, ყოველთვის რაღაცებს ვაკეთებდი მსგავს იმაში, ხელოვნე, ანუ ყოველთვის შემოქმედი ვიყავი. 10 წლის მერე რაღაცა CNN-ზე და სადღაც BBC-ზე იქნები. კი, აი ეს ვიცი რომ ესე იქნება ეს ყველაფერი და იმიტომაც ვამბობ ხოლმე ამას და ვერშვის ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ აი ვთქვათ ეს არის თავდაჯერებული ხარ გაავრცელეს, იმდენად მათთვის იმდენად დაუჯერებელია ეს ყველაფერი და ანუ თავიანთ თავებს ანუ არ თვლიან იმის ღირსებად რომ იქ იყვნენ. იმის გამო აღწელებენ ამ წუჭორებს, რომ იგონებენ, ანუ თვითონ სადაც ადამიანი რაღაცას რო ამბობს, პირველ რიგში თვითონ იზავდა მასე. ბოღმები ეგენი და. კარგი, მაშინ ნელ-ნელა დავამთავრო, დიდი მადლობა მოსვლის წარმატებები. მასევე დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თურმე განათლებულიც არ ყოფილა. ხო, რაღაც. იქნებსაც არ ვკითხულობ ესე. იქნებს საერთოდ არ ვკითხულობ, IQ არა აქვს, რაღაც ჩამემბუღრა გული. თუმცა რა გინდა 18 წლის ფსიქოლოგიის რედაქტორი რო ხარ? ხო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რედაქტორი. ამ ბოგზე არ დაგველაპარაკა სიარას რა. ხო. პრინციპში არ დაგველაპარაკა. ნუ პრინციპში არ დაგველაპარაკებოდა, იმიტომ რომ პარტნიორი კორპორატიული ამბების გამო. ხო და მეტი? რა ვიცი, ყველაფერი წინა აქვს.
ყველაფერიც ის რა ძალიან ამბიციური გეგმები კი ქონია ესე ვერაფერს ითქვა სოფლიო რაღაცა ის ძალიან უყარებია აბსტრაგირება ყველაფერს რაღაცა პირამიდი მწვერვალი რაღა ნუ კაი რა პირველივე კითხვიდან მივხვდი პირველივე კითხვიდან წავაწყდით ამ ჩიხს რომ უყარს აბსტრაგირება და მე ყველაფერს რაღაც ზოგადად ლაპარაკობს რომ მეკითხებოდით კონკრეტულად რა შეიძლება პრობლემა ჩვენშია შეიძლება